და საქართველოს ქართული ოცნების ოფისში ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ხდომა დასრულდა, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია შეაჯამებს. პირდაპირ ეთერში ვართ ქართული ოცნების ოფისს. მოგესალმებით. მივესალმები საზოგადოებას, ჩვენს ტელემაყურებელს. ტრადიციულად გაიმართა უმრავლესობის ხდომა, მოგეხსენებათ, რომ ეს არის პლენარული კვირა და ყოველ ორშაბათს კიდევ ერთხელ გამოვიდებით, ტრადიციულად იმართება პარტიის ოფისში უმრავლესობის ხდომა. დღევანდელ ხდომაზე გავიარეთ ყველა ის მიმდინარე პოლიტიკური საკითხი და მათ შორის ის რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და პაკეტები, რომელიც ასე ვთქვათ, დაანონსებული გვაქვს და რომელზეც მიდის მუშაობა. მოგეხსენებათ, ორი სასესიო კვირა დარჩა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, ასე რომ არის საკმაოდ დიპლომატ საკითხი და კანონპროექტები დაგროვილი, მათ შორის ბევრი არის, ასე ვთქვათ, დაჩქარებული წესით. ამიტომ ყველა კომიტეტი, შემიძლია თამომა თქვა, ძალიან აქტიურ და გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. ბევრი რიგი საკითხები, რომელიც გავიარეთ მიმდინარე საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მინდა გამოვყო, მე ვთვლი მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რაზეც პირველ რიგში ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები, უმრავლესობის ფორმატშიც გავიარეთ კონსულტაციები და ისე ვთქვათ, ის მიმდინარეობა თუ სად ვართ დღეს, განსაკუთრებით ჩვენ და იურიდიული კომიტეტი მუშაობს ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ კონსულტაციები მიმდინარეობს ბატონ მამუკ ამდინარაძესთან, სახელმწიფო მდივანთან, ასევე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ. ცვლილებები შეეხება კერძოდ საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ და ალბათ უკვე შემდეგი სასესიო კვირისთან საგაზაფხულო სესიის ბოლოს უკვე ჩვენ რაღაც გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება. რატოა ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? იმიტომ რომ პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვენ და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები, მაგრამ დაბალანსდეს, უფრო ესე ვიტყვი, უფრო სწორი იქნება დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა და კანონდარღვევა და რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან, ვთქვათ, ის დღევანდელი მოქმედი ჯარიმები და დამერწმუნეთ კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის ალბათ უკვე მომდევნო კვირებში საზოგადოებას თქვენს უკვე გავაცნობთ, თუ რა ცვლილებები დაიგეგმება, თუ რა კონკრეტულ მიმართულებებს შეეხება ეს ყველაფერი, მაგრამ რასთავარია ჩვენ ამაზე მუშაობთ და აუცილებლად დაიდება ამაზე შედეგი. ეს შემიძლია წინასწარ ვთქვა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ასე რომ ეს საკითხი დარეგულირდება და დაბალანსდება. ასევე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მოგეხსენებათ, ყველა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ გამოითქვა რაღაც მოსაზრებები და გავიარეთ მიმდინარე საკითხები. ხვალიდან ძირითადად კანონპროექტების განხილვა იქნება, ბოლო კვირას იცით, რომ ჩვენ პრემიერის ანგარიში გვაქვს, ასევე სხვადასხვა მოხსენება გვექნება. ამას ალბათ შემდეგი უმრავლესობისთვისაც და მანამდეც ალბათ გახდება საზოგადოების ცნობილი, მაგრამ უფრო დეტალურად ჩავაყენებთ უკვე შემდეგი უმრავლესობის ხდომაზე, მაგრამ პრემიერის ანგარიში ეს გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ასე ვთქვათ საგაზაფხულო სესიის ბოლოს. ეს იყო ის საკითხები, რაც მოვიცავით დღეს, მზად ვარ უპასუხო თქვენ შეკითხვას. მოგესალმებით, ტელეკომპანია იმედი, მარიამ ბუღაძე. ბატონ ირაკლი, მინდა გითხოთ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით. დღეს კიდევ 6-მა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და ჯამში სულ 21 ბრალდებულია ასეთი. თქვენთვის როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის, რაზე მიუთითებს და რაზე მეტყველებს ეს აღიარებები? მეტყველებს ერთზე, რომ ის პოპულიზმი, რომელი პოპულისტად იყვნენ და არიან დაკავებული ის ადამიანები, რომელიც ძალიან ბევრ აქტივის მოქალაქეს, შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეს უბიძგებდნენ იმ ძალიან მძიმე კანონდარღვევისკენ, რომელი კანონდარღვევებიც ჩვენ სახეზე გვაქვს და არა მხოლოდ 4 ოქტომბერს. და კარგად ხედავდით შემდეგ მათ უკანა ხაზებში ან გადამალულს თავიანთ სახლებში, მაგრამ ხედავთ გამართულ სახელმწიფოში
ორგანიზატორის და სულის ჩამდგმელიც ამ ყველაფრის, ამ დესტრუქციის და პირდაპირ მნიშვნელობით სახელმწიფო გადატრიალების არის პასუხისგებაში მიცემული. ხა რაც შეეხება ადამიან ჩვენი მიდგომა, თქვენ ძალიან კარგად იცით ჩვენი ხელისუფლების მიდგომა 2012 წელს და ძალიან კარგად იცით თქვენს და საზოგადოებამაც რომ ესეთი ჰუმანური დამოკიდებულებები თამამად შემიძლია ვთქვა არის ქართული ოცნების ხელწერა. ყოველთვის ვამბობ, როდესაც სახეზეა აღიარება, როდესაც სახეზეა მონანიება, სწორი გაგებით იმ დანაშაულის, რომელიც დანაშაული ჩვენ ჩაიდინე სახელმწიფოს წინაშე, სირცხვილი არ არის, რომ გამოხვიდე და თქვა, რომ დიახ, მე შემეშალა და დიახ, მე ჩავიდინე ეს დანაშაული შეგნებულად თუ შეუგნებლად და დარწმუნებული ვარ, უმეტესი მათგანი, აი ამ აქტივისტების, რომელიც ჩართული იყვნენ ძალიან დიდი დოზით ალბათ იყვნენ ძალიან დიდ შეცდომაში შეყვანილი. ისევე როგორც სხვა გადატრიალების თელობის დროს ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ბევრი რა თქმა უნდა, რომელიც ვხედავთ ხო განცხადებები და ვხედავთ და ასე შემდეგ. ბევრი ვინც ამას შეგნებულად და კაცნობიერებულად აკეთებდა და ბევრი ადამიანი, რომელიც იმ ახმების, სრულ ახმების თეორიამ და იმ დესტრუქციამ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით შეიყვანა ეს ხალხის შეცდომაში. ასე რომ არის აღიარება და ეს არის გადაწყვეტილება, არის პროკურატურა, არის სასამართლო, გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები. რას ველოდები, მოდი ამას მე პოლიტიკურად არ ვიტყვი, მე მოუწოდებ ყველას და სურვილი მექნება ყველას მიმართ, რომ მათ ახალგაზრდამ თუ არა ახალგაზრდამ, ვინც ამ ბინძურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა თუ სად იყვნენ და თუ რას აკეთებდნენ და რას ჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და გადადგან ჯანსაღი ნაბიჯები. დამოკიდებულებას დამერწმუნეთ იქნება ადეკვატური და ჯანსაღი სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო შეტევის ახალი ტალღა, არის უვიზობი მოსვლის შეჩერების მუქარა, ასევე არის რეზოლუციები ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში. თქვენ რომ გითხრათ, როგორ ფიქრობთ, რა სურთ ევრობიუროკრატებს ახალ საქართველოსკენ? უკაცრავად მიკრო 11 ივნისის შეხვედრასთან დაკავშირებით ვიცით რომ ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, მაგრამ რა მოლოდინები გვაქვს გავაერთიანებთ? კი ბატონო, მეც გავაერთიანებ პასუხს და გეპასუხებთ. პირველ რიგში ეს არ ახალია ჩვენთვის და დღეს არ დაწყებულა ეს შეტევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს უსამართლო ყოველგვარი ტექნიკური და ყოველგვარი სამართლებრივი საკითხებისგან დაცლილი შეტევა და სწორედ ეს იქნება მეორე ნაწილი სამართლებრივი და ტექნიკური საკითხები, რა შეხვედრაც უნდა გაიმართოს 11-ში. ეს არის სუფთა პოლიტიკურად ანგაჟირებული მორიგი, თქვათ, რეზოლუცია, რომელიც თქვათ დაგეგმილია, რომ უნდა გამოცხეს ბრიუსელის წიაღში, ხო? და ვისგან ერთ და იგივე სახელი და გვარები, ერთი და იგივე ალბათ წერტილ და მძიმესაც რო არ ცვლიან და შინაარზე ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი, ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე სულისკვეთება, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი არის უკუღმა მათი მხრიდან აღქმული და ყოველ შემთხვევაში ცდელობა რო აღიქვას ჩვენმა საზოგადოებამ, ყველაფერს სწორზე, ყველაფერ თეთრზე არის ნათქვამი შავი, ყველაფერ სწორზე არის ნათქვამი არასწორი. ეს არის სრულიად პოლიტიკურ პარტიულად ანგაჟირებული მორიგი რეზოლუცია იქნება და რაც შეეხება შეხვედრას, ტექნიკურ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კუთხით, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, რომელსაც ახლა ჩვენ საუბრობთ, ახალი განმავლობა, ახალი ცვლილება კიდე მიგრაციასთან დაკავშირებით, ხო, ყველა ტექნიკური სამართლებრივი კუთხით და ტექნიკურ სამართლებრივი ბაზით როგორ ჰარმონიაშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ყველა ესე ვთქვათ იმ შეთანხმებასთან რომელსაც მოიცავს ასოცირების ხელშეკრულება უბრალოდ ღიმილის მომგვრელია შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ერთია, იგივე ხდება კვლევების დროსაც, ხო? ერთია რა კვლევებს დებს მათივე დაკვეთით ესე ვთქვათ ძალიან ავტორიტეტული სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები თუ ცენტრები და მეორე ამათი პოლიტიკური განცხადებები სრულიად რეალობას და იმ ციფრებს და იმ მშრალ სტატისტიკას აცდენენ, რასაც შემდეგ ჩვენ უტიფრად ვისმენთ პირობითად კოლექტიური კოსისგან თუ კოლექტიური იუკნევიჩიანესგან, ხო? აი იგივე სულისკვეთება იქნება ერთი. დარწმუნებული ვარ, ყველა ტექნიკური შეხვედრა, რომელიც არის დაგეგმილი, ყველა ტექნიკურ პუნქტს საქართველოს დააკმაყოფილებს ისე, როგორც აკმაყოფილებდა დღემდე.
და დარწმუნებული პოლიტიკური განცხადებები ამ ყველაფერთან ერთად იქნება ისევე ნაციონალურ მოძრაობის სტილში ანგაჟირებული პარტაქტივის მიერ შედგენილი როგორც განცხადება, ასევე რეზოლუცია. აი შემიძლია გიპასუხოთ აი ამ კითხვის ორივე ნაწილში და რა თქმა უნდა ჩვენი სურვილია და საზოგადოებაც ამას ნამდვილად ჯანსაღად აფასებს თუ რა არის ერთი რიტორიკა და რა არის მშრალი ფაქტები და ყველაზე მთავარია თვითონ იქ ვერ ხედავენ ბრიუსელში თუ სად არის რეალურად მშრალი ფაქტი და სად არის მათი კიდევ ერთხელ ვიწრო პოლიტიკურად ანგაჟირებული რეზოლუციები თუ განცხადებები. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქართული ოცნების ოფისიდან, სადაც უმრავლესობის ხდომის შედეგები ირაკლი კირცხალიამ შეაჯამა, ახლა ის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.